მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, დიდი სიყვარულით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს გვერდზე, მაგიური სამყარო. ძალიან გთხოვთ, გამოიწეროთ ჩემი გვერდი ენერგოგაცვლისათვის, იმისათვის რომ მოგიხდეთ ჩემი ვიდეოები, იმიტომ რომ უფასოდ ადამიანს არაფერი არასოდეს არ შეერგება. გამოიწეროთ, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ, გააზიაროთ. დიდი მადლობა ამისათვის. ასევე დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი ვიდეოების ყურების საფასურად რიცხავს თანხას. დღეს გვაქვს ვარდისფერი ვნებების დღე. მინდა გითხრათ, რომ ფიგურაც კი ქალის და მამაკაცის ხედავთ, რომ ჩახუტებულები არიან, უკვე თავი მოეწვა. ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩემმა ძაღლმა არ დამაცადა ვიდეოს ჩაწერა, სამჯერ დამემდრია ტელეფონი. ვარდისფერი შუქიც კი შევქმენი და ფიგურაც კი ვარდისფერი შევქმენი იმისათვის, რომ დღეს თქვენთვის ძალიან სერიოზული რიტუალი გამეკეთებინა. სულ რომ დაიწყოს, მეგობრებო, ჩვენ მაინც უძლიერეს რიტუალს გავაკეთებთ. ზოგადად იცით, რომ მაგიას ფერი არ აქვს, მეგობრებო. მაგია არის მხოლოდ შავი და მორჩა, მაგრამ მაგიას აქვს ფერადი შედეგები. ეს ჩემი სიტყვებია. ფერები აქვს მაგიის შედეგებს და ეს ფერები არის ზოგჯერ ხან შავი, თუ მძიმე მაგიას აკეთებ და უკეთებ სხვას, ხან თეთრი, თუ წმენდებს აკეთებ, ხან ვარდისფერი და წითელი, როდესაც მიბმას აკეთებ და სასიყვარულო და ხან მწვანე და ტალახისფერი, როდესაც კიდევ უფრო ცუდ რამეს ვაკეთებ. დღევანდელი ვარდისფერი, ეს როგორც ქალი და მამაკაცი არიან ჩახუტებულები, ვარდისფერი რიტუალი, მე ესე დავარქვი, ქალის და მამაკაცის ვნებების ისეთი ასაშლელი რიტუალია, რომ რაც არ უნდა ჭირდეს თქვენს მამაკაცს გარდა ნეკრომაგიისა, სექსუალური ტოლვიდან დაწყებული ფიქრებით, ქცევებით 21 დღეში ეს კაცი გიჟივით შეიცვლება. ზოგადად ამბობენ, რომ წითელი არის ყველაზე ქარცეცხლიანი რომანტიული ფერი, მაგრამ მე პირიქით ვიტყოდი. შავი და ვარდისფერი არის ყველაზე სექსუალური ფერი მაგიაში. თუმცა ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია. ორ სიტყვას ვიტყვი ურთიერთობაზე და თქვენ საყვარელ რიტუალს დავიწყებ, ბევრს თავს არ მოგაწყენთ. ბევრი კლიენტი მოდის ჩემთან, რომლებსაც აქვს ჯადო გაკეთებული. ზოგს ბებიისგან, ზოგს ნათესავისგან, ზოგს დედამთილისგან, ზოგს სიდედრისგან, ზოგს ბიძაშვილისგან. ანუ ყოველთვის გღუპავთ თქვენი გარემოცვა, არასოდეს უცხო ადამიანი. და შედეგებს, რასაც უყურებ, სულ ხედავ, რომ როდესაც ქალბატონი მოდის და მეუბნება, რომ კაცზე მინდა მიბმა და მე მიბმას მივესალმები. ყველაფერს მივესალმები, რაც სიყვარულს ეხება. ჩემი ქმრის გამო, ჩემი კაცის გამო, ყველაფერს გავაკეთებ. მიბმას კი არა, ნეკრომაგიას კი არა, აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებ, თუ მე მიყვარს და ის ჯანსაღია და ვინმე წამართვა. მოდიან ესეთი ადამიანები და მე ვხედავ, რომ ამ ადამიანებს აქვთ ჯადო გაკეთებული, ოღონდ ძალიან დიდი ხანი. ყავთ შვილები, მაგალითად 3 ბიჭი, ანუ 2 ბიჭი და 1 გოგო, შეცვლი რომ არავინ არ იცნოს, ბიჭი ციხეში, გოგო გაცილებული, მეორე ბიჭი არც ციხეშია, არც სვავს, მაგრამ არც იქ არის, თავის ადგილი ვერ იპოვა ცხოვრებაში. ეს ქალი გაცილებული. ხდება მამაკაცები, რომლებიც თამაშობენ.
ცოლიანები არიან. იცით რა არის, მე როგორც ასეთი სიყვარულს ფერი და ზღვარი არ აქვს. შეიძლება ცოლიანი მამაკაცი ადამიანს ისე შეუყვარდეს, რომ გაგიჟდეს. მაგრამ უნდა იცოდეს ზღვარი ადამიანმა. კიდევ ერთხელ ვიძახი, მე არავის არ განვიკითხავ, იმიტომ რომ შენ როგორც კი ვინმეს განიკითხავ, ზუსტად იგივე მდგომარეობა დაგემართება და ცოლიანი კი არა, შეიძლება სამცოლიანი ქალი შეგიყვარდეს. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ყველა პრობლემა გადმოგივათ იმ კაცისგან, რაც მის სახლშია. და პლუს დაგეწყებათ საშუალოსნოზე პრობლემები. ოღონდ სერიოზული პრობლემები. მე არ მინახავს არც ერთი ჩემი კლიენტი, რომელსაც ყავს ცოლიანი კაცის საყვარელი და მას საშუალოსნოზე პრობლემები არ აქვს. იქ მე არ მაინტერესებს ცოლი როგორია, ცოლი უყვარს თუ არ უყვარს, ეს კაცი როგორია, საერთოდ არ მაინტერესებს. მე ვიძახი ფაქტს, რომ როდესაც ესე გააკეთებთ, იცოდეთ, რომ საშუალოსნოზე და კისტები და პრობლემები თქვენ არ აქცდებათ და მუდმივად გექნებათ. მან თუ ჯადო გაუკეთა და რამე გაუკეთა, ხო აქ სუდაღუპულია თქვენი საქმე. რისი თქმა მინდა, როდესაც ადამიანს აქვს ჯადო, მოყოლებული დიდი ხანი, არ უმართლებს არაფერში, შვილები ზოგი ციხეში, ზოგი მიგ, ზოგი აქ, ზოგი გაცილებული და პარალელურად ეს ქალბატონი კიდე იჭერს ცოლიან მამაკაცთან ურთიერთობას. ურთიერთობას გულისხმობს, თუ სერიოზულად გინდა რომ შენთან იყოს, მაშინ იცოდე რომ შენ პრობლემები გექნება მუდამ. მაშინ ცოლს უნდა გაშორდეს და უნდა იცხოვროს შენთან. ანუ მე არ ვარ არაფრის წინააღმდეგი, ყველა ურთიერთობა შეიძლება დაინგრეს, მაგრამ თუ თქვენ გნებავთ რომ კაცი იყოს თქვენი, უნდა ცხოვრობდეს თქვენთან. ერთი დღე სხვა სახლში და მეორე დღე სხვა სახლში, ეს არის სრული სისულელე. ამით გაიუბედრებთ ნერვებსაც და ფსიქიკასაც და ჯანმრთელობასაც და აბსოლუტურად ყველაფერს. მაგრამ რისი თქმა მინდა, როდესაც თქვენ გაქვთ ჯადო გაკეთებული, ეს იქნება დედამთილის მიერ გაკეთებული, მამამთილის თუ ბებიის თუ ბიძაშვილის თუ რამე, ვერასოდეს ურთიერთობაში წინ ვერ წახვალთ და ვერც ფინანსებში. მაგრამ შეიძლება ფინანსებში ოდნავ წინ წახვიდეთ, მაგრამ ურთიერთობაში ვერ წახვიდეთ საერთოდ. ამიტომ როცა გაქვთ პრობლემა, დააკვირდით რა გჭირდებათ. ძირითად შემთხვევაში გჭირდება წმენდა, ჯადოს მოხსნა და გზების გახსნა. ჩემთან მეგობრებო, ფასები იცით, რიტუალების აღარ გამომეორებინოთ ხოლმე, ძალიან გთხოვთ, იწყება $1500-დან და სრული სისულელე, აი ვიღაცამ მითხრა ადრე, სადღაც 800 თუ 1000 ლარად მოვიხსენი ჯადო და 3 თუ 4 თვე მომცაო, მკითხავმაო დრო, რომ 4 თვეში მოგიხსნება ჯადო. მეგობრებო, 4 თვე გამორიცხულია ან წმენდას ან რამე სჭირდებოდეს, იცით რომ ჩემთან მე არავის არ ვიხები, საერთოდ არავინ არ მაინტერესებს. ჩემი ძაღლი ამხოლოდ ხვინოს. მაგრამ წმენდა სჭირდება 16-დან 21 დღემდე მაქსიმუმი და ნეკრომაგიის მოხსნა სჭირდება და მიბმას 40 დღე და 40 დღეს პლუსი. და 4 თვე თუ წმენდას ველოდე, მეგობრებო, რაღაც მინდა წმენდის გაკეთება, ანუ უკაცრავად. ამიტომ იცოდეთ, რომ ფასები როგორც ასეთი, ვინც თქვენ ნაკლებ ფასად რამეს გაგიკეთებთ, ეს ჩათვალეთ, რომ ეს ადამიანი ვერაფერს ვერ გაგიკეთებთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. სოფლიო მასშტაბით მე ვარ ჯადოქრების ასეულში შესული ადამიანი და გეტყვით, რომ $100-ზე ნაკლები გრამი ჩვენი სამუშაო არ ღირს. მაშინ ისთვის სწავლობთ საერთოდ ჩვენ პროფესიას. ამიტომ ჩემთან თუ არ მოხვალთ, ნუ გახდებით სხვა ადამიანების მსხვერპლი.
მე მითქვია დანარჩენი უბრალოდ ეს მე რომ ეხება ხომი და მე რომ ეკითხებიან მეგობრებო მაგიტომ ვიძახი თორე არასოდეს ჩემგან გაგიგიათ რამე ან ვინმე არასოდეს სხვებს არ ვეხები უბრალოდ მე რომ ჩემთან რომ მოდიან და რომ ეკითხებიან რა როგორ მე გეტყვით არ ჭირდება გახსნა 16 დღეზე მეტი და მოbrunება 40 დღეზე მეტი ან 40 დღის მერე იწყება მოbrunება მაგრამ ისო 4 თვე და 5 თვე და 30 თვე ეს არის სრული ანუ ტყუილი მოკლედ მეგობრებო ჩვენ ისეთი დროში ვართ მე იცით რომ ყველანაირი მაგიას ვაკეთებ ანუ მე როგორ გითხრათ ჩემი პირდაპირ მოვალეობა მაგის კეთება ზოგი კარგი ადამიანი და კარგი ადამიანი მომართავს ზოგი ცუდი ადამიანია და ცუდი ადამიანი მომართავს ანუ ვისაც როგორ უნდა იმას გავუკეთებ ანუ ზოგს გავუკეთებ შავს ზოგს გავუკეთებ დანგრევას ზოგს გავუკეთებ რასაც მინდა იმას გავუკეთებ რასაც მთხოვენ ადამიანები ამიტომ გეტყოდით რომ ადამიანები ზოგადად მე ეს თორიშიც ვილაპარაკე და აქაც გეტყვი რომ ძალიან ბოროტები იყვნენ არიან და იქნებიან გადახედით ადამიანების წარსულს რას აკეთებდნენ როგორ ექცეოდნენ ნომებში როგორ ექცეოდნენ ადამიანებს რა წესები ქონდათ ისტორიულად მე-16 მე-17 მე-14 საუკუნეში უმკაცრესად აწამებდნენ ადამიანები ერთმანეთს ფიზიკურად და ენით გამოუთქმელად და ეს სიამოვნებას მიანიჭებდათ და ეხლა უბრალოდ 21 საუკუნეში ადამიანები ჩაჯდნენ ლამაზ მანქანებში ლამაზ სახლებში და მაგრამ ბოროტება არ დაუმალავთ მეგობრებო ეხლა ბოროტება სხვანაირად ანთხებენ და ადამიანებს რა უყვართ ყველაზე მეტად რომ სხვა ადამიანი იტანჯება და ამის ყურება ნახეთ სოციალურ ქსელებში რა არის მოთხოვნადი ყველაზე მეტი ყურება რას აქვს როდესაც ადამიანი ტირის და იტანჯება ამიტომ ფრთხილად მეგობრებო ვარდისფერ რიტუალს კი ვაკეთებთ მაგრამ ვარდისფერი სათვალეები მოიხსენით თქვენი ცხოვრება არის ბრძოლა გადარჩენისათვის. ძალიან რთულია დღეს დაცვის გარეშე საყვარელი მამაკაცი მუდმივად ყავდეს. დიახ. ყველასთვის. აბსოლუტურად მთელი მსოფლიოსთვის. იმიტომ რომ შენი მამაკაცი თუ რამეს წარმოადგენს, მუდმივად ბუზებივით ეხვევიან ქალბატონები. ამისთვის ვარ მეც აქ. მოკლედ მეგობრებო მინდა რომ დაჯდეთ წყნარად, მშვიდად, გაიკეთოთ ყურსასმენები. ძალიან კარგი იქნება თუ სანთელს აანთებთ, ისეთ დაცულ ადგილზე დადებთ, რომ თქვენ, რა ვიცი, რო ჩაგეძინოთ ის სანთელი არ დაიწובה, ანუ როგორ თქვა ქართულად, ვიფიქროთ safe დაცვაზე. ღრმად სამჯერ ჩაის უთქეთ, ამოისუნთქეთ, ისევ ჩაის უთქეთ, ამოისუნთქეთ და ყველა ამოსუნთქვაზე წარმოიდგინეთ, რომ ყველა ბინძური ენერგეტიკა, რაც კი გაქვთ სხეულში, ყველაფერი გამოდის. ჩასუნთქვაზე ჩაისუნთქეთ სუფთა ენერგია, ამოისუნთქეთ ბინძური ენერგია და ესე გააკეთეთ სამჯერ. ჩაისუნთქეთ სუფთა ენერგია, ამოისუნთქეთ ბინძური ენერგია. წარმოიდგინეთ თქვენი საყვარელი მამაკაცი და მასთან ერთად გატარებული რომელიმე ბედნიერი დღე. ან თუნდაც არ გინდათ ბედნიერი დღე, წარმოიდგინეთ თქვენი საყვარელი მამაკაცი წარმოიდგინეთ, რომ მისი თავი ხელისგულები ერთმანეთს შეახეთ პირველ რიგში და გაუხახუნეთ ხელისგულები ერთმანეთს. აი სიცხელემდე რომ მივიდეს თქვენი ხელისგულები. გაუხახუნეთ ხელისგულები ერთმანეთს და წარმოიდგინეთ, რომ ამ თქვენ საყვარელ ადამიანს თავზე შემოაჭდეთ ეს ხელისგულები. წარმოიდგინეთ, როგორი სიცხელე მოდის, ხო მეგობრებო? წარმოიდგინეთ. ერთ-ერთ საფეთქელთან შემოაჭდეთ,
მეორე საფეთქელთან შემოვაჯდეთ. დიახ, თქვენ ეს შეგიძლიათ. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ხელები აი ესე შლანგივით პირდაპირ თქვენი ტვინიდან გადამყვანი არის ყველა სურვილის და თქვენ ამ კაცს თქვენი სიყვარულის დაბრუნებას და თქვენი ურთიერთობის დაბრუნებას თხოვთ. აკეთებთ და ესეც არის. შენ ჩემს ტვინში ხარ, მე შენს ტვინში ვარ და იყოს ასე. ამინ. შენ ჩემს გულში ხარ, მე შენს გულში ვარ და იყოს ასე. ამინ. შენი გული ჩემს გულშია, ჩემი გული შენს გულშია და იყოს ასე. ამინ. შენი ფიქრები მუდმივად ჩემზეა. შენ ფიქრობ ჩემზე ყველაფერ საუკეთესოს. როგორ ვიყოთ ერთად, როგორ აღვადგინოთ ურთიერთობა, როგორ შევქმნათ მომავალი, როგორ ვიყიდოთ სახლი, როგორ გვყავდეს შვილები, ოჯახი. შენ ოჯახის ადამიანი ხარ. მე ოჯახის ადამიანი ვარ. ჩვენმა გულებმა ერთმანეთი იპოვეს და ორი გული ერთად შეერთდა. მისი დაშორება არავის, არასოდეს არ შეუძლია. მის დაშორებას ვერავინ ვერასოდეს ვერ შეძლებს. და იყოს ასე. ამინ. და იყოს ასე. ამინ. და იყოს ასე. ამინ. დღე, წამი, წუთი არ იარსებებს, როდესაც შენ ჩემზე არ იფიქრებ. გაიმეორეთ მისი სახელი და წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ხელების მეშვეობით მის თავში ეს ყველაფერი შევუშვით. ამის მერე აიღეთ ეს ხელები და გულზე დაიდეთ და თქვენი ენერგია ისე თქვენ გაიმყარეთ და შეივსეთ. ჩაისუნთქეთ ღრმად 3 და შეგიძლიათ დაიძინოთ და დაასრულოთ მედიტაცია. ეს შელოცვა უნდა გაკეთდეს გულით, სულით, გრძნობებით, უნდა შეიგრძნოთ თქვენი მამაკაცის თავი, მხრები, ხელები, თუნდაც ურთიერთობა შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორც სექსუალური, ასევე ნებისმიერი ამ დროს. ოღონდ არ უნდა შესთხოვოთ, რომ მეტად ამიბრუნდეს. არა, ის ჩემთან არის, შენ ჩემთან ხარ, შენ ჩემთან მოხვალ და ასე იქნება. ამინ. მეგობრებო, პირადი კონსულტაციებისათვის შეგიძლიათ მომმართოთ ნომერზე +1 718 506 28 მხოლოდ WhatsApp-ზე და გიპასუხებთ ამერიკის დროით. თქვენ იცით, რომ ჩემთან ფასები ყველასთვის ერთნაირი მაქვს ყველაფერზე, გარდა მუსულმანისა. მუსულმანზე ემატება $300-დან $500-მდე. მიბმა თქვენ იცით $1600-1700 იყოს ჩემთან. ნეკრომაგია ამ წლის ფასებით იცით, რომ $2200 იყოს ჩემთან და წმენდა, რომელ წმენდაშიც მე ვაკეთებ ბარაქას ერთად და სილამაზის რიტუალებს, რომ გაიგოთ მე ვინ ვარ და რა შემიძლია, ღირს ჩემთან $1500. ამულეტები ღირს ჩემთან $950 და მგლის კბილი ღირს ჩემთან $1700. ორივეს მოაქვს სასწაული თქვენ ცხოვრებაში. მოკლედ მეგობრებო, ბედნიერებას გისურვებთ.